საქართველოს დელეგაციამ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით პეკინიდან ქალაქ სიანში გადაინაცვლა. გამგზავრებამდე დელეგაცია ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტს სტუმრობდა. ვიზიტი შალვა პაპუაშვილის კოლეგის მიწვევით მიმდინარეობს. სიანში დელეგაციას პროვინციის სახალხო კონგრესის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დახვდა. საზეიმო მიღება კი უძველესი ქალაქის კარიბჭესთან შედგა. ხვალიდან საქართველოს წარმომადგენლები ადგილობრივი ხელისუფლების წევრებს შეხვდებიან. სოფო ბერიძე გვერდება. შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკვე იმყოფება შანსის პროვინციაში, ქალაქ სიანში. ეს არის პროვინცია, საიდანაც იწყება ისტორიული აბრეშუმის გზის ამბავი და საიდანაც ბევრი წლის წინ გაიჭრა სავაჭრო გზები ჩინეთსა და დასავლეთს შორის. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებისათვის საინტერესო არის ამ გამოცდილების გაზიარება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩუადერეფნის პროექტი არის ასეთი აქტუალური და როდესაც ჩვენი ქვეყანა ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი რგოლი გახლავთ. ხვალ როდესაც საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები შეხვდებიან შანსის პროვინციის, ანუ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის რა თქმა უნდა იქნება ამ თემებზეც საუბარი. 2 დღის განმავლობაში ჩინეთში გამართული შეხვედრები აჩვენებს, რომ საქართველოს და ჩინეთს ბევრი აქვს სასაუბრო, არა მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე, არამედ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის დაკავშირებული ეკონომიკასთან, ინვესტიციებთან, ვაჭრობასთან და ტურიზმთან. ვიდრე ქართული დელეგაცია შანსის პროვინციაში ჩამოვიდოდა, მანამდე მათ პეკინში ჰქონდათ საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური შინაარსის შეხვედრები. პრაქტიკულად ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა უმასპინძლეს და პრინციპში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოფიციალური ვიზიტით სწორედ ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით იმყოფება. ვიდრე უშუალოდ სიანში გამოემგზავრებოდა ქართული დელეგაცია, მანამდე საქართველოს პარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში. ეს ფაქტობრივად არის ჩინეთის დიპლომატიის სკოლა, სადაც ხდება მომავალი დიპლომატების საერთაშორისო სამართლის სპეციალისტების აღზრდა. მათ შორის ამ შეხვედრაზეც უნივერსიტეტშიც ქართული დელეგაციის მხრიდან საუბარი იყო საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების საჭიროებაზე და აუცილებლობაზე. ისაუბრეს იმაზე, რა პერსპექტივები არსებობს იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყნებს შორის კიდევ უფრო განვითარდეს. პეკინში ჰქონდა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები უმაღლესი დონის ხელმძღვანელობასთან, როგორც ჩინეთის სახალხო კრების, ასევე საკონსულტაციო ასამბლეის. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. ნიშანდობლივია, რომ ჩვენი ვიზიტი გრძელდება ქალაქ სიანში, შანსის პროვინციაში, რომელიც არის სწორედ ის ადგილი, საიდანაც დაიწყო აბრეშუმის გზა. დღეს, როდესაც ვსაუბრობთ შუადერეფნის მნიშვნელობაზე და მის ფუნქციონირებაზე და მისი პოტენციალის სრულად ათვისებაზე, მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩვენი ვიზიტი სწორედ სიანში შეხვედრებით სრულდება და აქ განვიხილავთ ასევე სხვადასხვა შესაძლებლობას, როგორ შეიძლება საქართველოსთვის სასარგებლო ინიციატივები წამოვიღოთ ამ პროვინციიდან. საინტერესო შეხვედრა იყო დილით პეკინის საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტში. სტუდენტები, ექსპერტები, ლექტორები, საინტერესო ასვლა გამოცვლა იყო ზოგადად რეგიონში არსებულ ვითარებაზე ჩამოვედით, აქ გვექნება შეხვედრები. ხვალ ადგილობრივი რეგიონალური საკრებულოს სახალხო კონგრესის ხელმძღვანელობასთან საუბარი შედგება გარკვეულ საკითხებზე, რომელიც რეგიონალური მართვის სისტემას შეეხება და რასაკვირველია ამას ყველაფერს თან ახლავს საკმაოდ სერიოზული კულტურული პროგრამა. როგორც გითხარით, ქართული დელეგაცია უკვე შანსის პროვინციაში იმყოფება და ხვალ ქართულ კანონმდებლებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უმასპინძლებენ. ეს კი ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი გახლავთ ჩინეთში. შალვა პაპუაშვილი ჩინეთს სწორედ საკუთარი ჩინელი კოლეგის ოფიციალური მიწვევით ესტუმრა.